აბა მზად ხართ წარსულში სამოგზაუროთ? იცით, past simple, ანუ წარსული მარტივი დრო. საერთოდ არ არის რაღაც მოსაწყენი გრამატიკული წესი. პირიქით, ეს არის ჩვენი პირადი დროის მანქანა, რომლითაც შეგვიძლია მოვყვეთ ყველანაირი ისტორია, ყველაფერზე რაც უკვე მოხდა. ხო და მოდით, ჩავჯდეთ ამ მანქანაში და დავიწყოთ. მოგესალმებით ყველას. მე მარიტა მასწავლებელი ვარ და ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ. იცით, ჩვენ დღეს ერთად ძალიან მარტივად და რაც მთავარია სახალისოდ ავითვისებთ ინგლისურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დროს. კარგით, მოდით ასე წარმოვიდგინოთ. ინგლისურში ყველაზმნა თითქოს ორ დიდ გუნდშია გადანაწილებული. აი როგორც ფეხბურთში, ოღონდ გრამატიკის მოედანზე. მოდით ახლოს გავიცნოთ ეს ორი გუნდი. ერთ მხარეს გვყავს წესიერი ზმნები, მეორე მხარეს კი არაწესიერი ზმნები. დავიწყოთ პირველი გუნდით. ესენი არიან წესიერი ზმნები, ნამდვილი წესების მოყვარულები. მათთან ყველაფერი მარტივადა. როცა წარსულზე ლაპარაკობენ, უბრალოდ ეცს იმატებენ ბოლოში და მორჩა. აი მეორე გუნდი. ესენი ნამდვილი მეამბოხეები არიან. არაწესიერი ზმნები. მათ საერთოდ არ აინტერესებთ წესები. წარსულში სრულიად იცვლიან ფორმას და კი, ცოტა სამუშაოა. ზეპირად უნდა დავიმახსოვროთ, მაგრამ ძალიან საინტერესოები არიან. ზოგადად ზმნებს 4 მთავარი ფორმა აქვთ, მაგრამ დღეს ჩვენთვის მთავარი გმირი არის აი ეს მეორე ფორმა, past simple. კარგად დააკვირდით ცხრილს. ხედავთ, წესიერი ზმნა, მაგალითად to work, რა მარტივად იმატებს id-ს და ხდება worked. და ახლა შეხედეთ ჩვენს მეამბოხეს, to goes, bam, სრულიად გარდაიქმნა და გახდა went. აი ამაშია მთელი განსხვავება. კარგით, გუნდები გავიცანით, ახლა დროა საქმეზე გადავიდეთ. ვნახოთ, როგორ უნდა ავაწყოთ დადებითი, ანუ მტკიცებითი წინადადებები და როგორ მოვყვეთ ისტორიებს იმაზე, რაც მოხდა. როგორც ვთქვით, წესიერ ზმნებთან ყველაფერი სუპერმარტივია. ვიღებთ ზმნას და ვუწერთ ბოლოში id-ს. Всё. მაგალითად, I worked yesterday. ანუ მე გუშინ ვიმუშავე. მართლა მარტივია, ხომ მეთანხმებით? ახლა კი ჩვენი მეამბოხეები, არაწესიერი ზმნები. აქ უკვე გვჭირდება მათი სპეციალური მეორე ფორმა. აი მაგალითად, I went to the cinema. მე კინოში წავედი. აქ ზმნა goes მეორე ფორმა, ანუ went, გამოვიყენეთ. მთავარია ეს ფორმები უბრალოდ დავიმახსოვროთ. კარგი, მაგრამ საიდან უნდა მივხვდეთ, როდის გამოვიყენოთ ზუსტად past simple? ამაში დაგვეხმარება პატარა მინიშნებები, დროის მარკერები. სიტყვები როგორიცაა yesterday, გუშინ, last year, შარშან, 2 days ago, 2 დღის წინ. აი ამ სიტყვებს როგორც კი დაინახავთ ან გაიგონებთ, ეგრევე იცოდეთ, რომ საუბარი წარსულზეა. გასაგებია, ანუ იმის თქმა თუ რა გავაკეთეთ, ვისწავლეთ. მაგრამ რა ხდება კითხვებზე, ან უარყოფაზე? როგორ ვთქვათ არა წარსულში? აი ზუსტად ამ დროს სცენაზე შემოდის ჩვენი სუპერ გმირი, სუპერ დამხმარე, ზმნა did. სწორედ did არის ის, ვინც გვეხმარება კითხვების დასმაშიც და უარის თქმაშიც. მოდით ახლა უფრო დეტალურად ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს ჩვენი did და რაც ყველაზე მთავარია, გავიგოთ ერთი უმნიშვნელოვანესი წესი, რომელიც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს. და აი, ისიც, ოქროს წესი. ეს აუცილებლად დაიმახსოვრეთ. როგორც კი წინადადებაში გამოჩნდება did, ან მისი უარყოფითი ფორმა didn't, მთავარი ზმნა უბრუნდება თავის პირვანდელ საწყის ფორმას. რატომ? იმიტომ, რომ did უკვე თავის თავზე იღებს მთელ საქმეს და სწორედ ის გვაჩვენებს, რომ მოქმედება წარსულში მოხდა. მოდით ვნახოთ წესიერი ზმნის მაგალითს. ვთქვათ, გვაქვს he helped. ის დაეხმარა. ახლა გვინდა ვიკითხოთ, დაეხმარა თუ არა? შემოდის did და helped ეგრევე კარგავს id-ს და ბრუნდება საწყის ფორმაში. Did he help? იგივეა უარყოფაზეც. He didn't help. და არა, he didn't helped. არავითარ შემთხვევაში. და იცით რა არის ყველაზე მაგარი? ეს ოქროს წესი ჩვენს მეამბოხე, არაწესიერ ზმნებზეც კი მუშაობს. მაგალითად, she went. ის წავიდა. მაგრამ კითხვაში went ისევ თავის პირვანდელ ფორმას, goes უბრუნდება. Did she go? უარყოფითშიც ზუსტად იგივეა. She didn't go. ხედავთ, did ყველაფერს აწესრიგებს. კარგით, საფუძვლები უკვე ვიცით. ახლა დროა რამდენიმე საიდუმლო ხრიკიც გაგიმხილოთ, რომ ნამდვილი პროფესიონალებით ისაუბროთ. ვისაუბრებთ მარცელწერაზე, სწორ გამოთქმაზე და ერთ ძალიან განსაკუთრებულ ზმნაზე. პირველი წესი მარწერაში. თუ ზმნა ისედაც ეზე მთავრდება, მეორე ეს ხომ არ დავუმატებთ. რა თქმა უნდა არა, უბრალოდ ვამატებთ d-ს. მაგალითად, like ხდება liked. მარტივია. მეორე წესი ეხება ei-ს. თუ ზმნა მთავრდება თანხმოვანზე და მერე მოდის ei, მაშინ ეს ei იცვლება iati და ემატება id. მაგალითად, study ხდება studied. ey გადაიქცა iad.
და მესამე, ცოტა სახიფათო წესი, CVC წესი. თუ გვაქვს მოკლე ზმნა, რომელიც აწყობილია ასე: თანხმოვანი, ხმოვანი, თანხმოვანი, მაშინ ბოლო თანხმოვანს ვაორმაგებთ. მაგალითად, stop ხდება stopped. ორი პითი. ოღონდ გახსოვდეთ, ეს არ ეხება X-ზე და Y-ზე დაბოლოებულ ზმნებს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ed დაბოლოება ყოველთვის ერთნაირად არ გამოითქმის. სულ სამი ვარიანტია. პირველი, გამოვთქვამთ როგორც id, თუ ზმნა მთავრდება t ან d ბგერაზე, მაგალითად wanted, decided. მეორე, გამოვთქვამთ როგორც t, ყრუ თანხმოვნების შემდეგ, მაგალითად worked, helped. და მესამე, გამოვთქვამთ როგორც d, ყველა დანარჩენ მჟღერ შემთხვევაში, მაგალითად played, lived. ამას პრაქტიკა უნდა. და ბოლოს მივადექით ყველაზე განსაკუთრებულ ზმნას, ნამდვილ გამონაკლის. ეს არის ზმნა to be, ყოფნა. ის იმდენად VIP ზმნაა, რომ ჩვენი სუპერდამხმარე did მასთან ახლოსაც არ მიდის. მას საკუთარი წესები აქვს. წარსულში to be სულ ორი ფორმა აქვს: was და were. was ვიყენებთ, როცა ვსაუბრობთ ერთ ადამიანზე ან საგანზე, ანუ I, he, she, it. ხოლო were-ს ვიყენებთ მრავალობითში: you, we, they. დააკვირდით, კითხვის დასასმელად did კი არ გვჭირდება, უბრალოდ was ან were გადმოდის წინ. უარყოფისთვის კი ვამატებთ ends, wasn't, weren't. სულ ესაა. აი ასე, მეგობრებო, სულ ეს იყო. ახლა თქვენ უკვე ნამდვილად მზად ხართ, რომ წარსულზე თავისუფლად ისაუბროთ. ხო და ახლა თქვენი ჯერია.